ხელისუფლებამ სათამაშო ბიზნესისთვის ახალ სანებართო ჩარჩოს ამზადებს, რომელიც უცხოურ ოპერატორებს საქართველოში საქმიანობის შესაძლებლობას მისცემს, თუმცა მათი პლატფორმები არ იქნება გახსნილი და ღია ქართველი მომხმარებლებისათვის. რა შედეგები შეიძლება რომ მოხდეს ამ ცვლილებებს ქვეყნის ეკონომიკისთვის, საინვესტიციო გარემოსა და თავად სათამაშო ინდუსტრიისთვის. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ საქმე დილაში და დისტანციურად გვერდდება გიორგი მამულაიშვილი, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და ჩართულობისთვის. გიორგი, გესმით ხომ? კარგად ჩვენი ეთერის ხმა. გიორგი, ინდუსტრიაზე გავლენით მინდა ჩვენი საუბარი გავხსნათ, თუ რა შეფასება გექნებათ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, კანონ პროექტზე, რომელიც გუშინ დაანონსდა და რომლითაც ფაქტობრივად ინდუსტრიაში ახალი თამაშის წესები შემოდის. ანუ ნახეთ დღესდღეობით ესე ვთქვათ ჰიბრიდული მოდელი ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ჰიბრიდული მოდელის ტესტირება, ანუ ეს არის იგივე, რასაც ჩვენ ვხედავთ კურასაოში, მალტაზე და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ესე ფართოდ გადიან, თუმცა ბევრ ქვეყანას მაგალითად იგივე როგორც არის ტოგოს ლიცენზია, რომელიც უკვე 3 წელზე მეტია ჩვეულებრივ მოქმედებს, შეექმნა პრობლემები იმ კუთხით, რომ კონტროლის მექანიზმები არ არსებობს და შესაბამისად ბევრმა ოპერატორმა ტოგოს ლიცენზიაზე მაგალითად თქვა უარი. რაც შეეხება საქართველოს ჩვენ საკმაოდ კარგად გვაქვს განვითარებული კონტროლის მექანიზმები 2019 წელს, როდესაც შემოვიღეთ იდენტიფიცირების და ვერიფიკაციის კანონი. ამან გაამკაცრა, ესე ვთქვათ, ყველანაირი მიდგომა აზარტული თამაშების მიმართ და ყველა მომხმარებლის უკან ვინ დგას სახელმწიფო იცის. ასევე, როდესაც მოხდა შერჩეული პირის შემოსვლა საქართველოში, რომელთანაც ხდება ინტეგრაცია ნებისმიერი ონლაინ კაზინოსი და ესე ვთქვათ პირდაპირ ლაივ რეჟიმში ხდება მონაცემების გადაცემა და მისი დამუშავება, შესაბამისად აქაც კონტროლი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ხელისუფლებას საშუალება აქვს გააკონტროლოს ვინ თამაშობს, რამდენს თამაშობს, ესე ვთქვათ, არის ეს ფულის გათეთრების მექანიზმი, არ არის ფულის გათეთრების მექანიზმი და დღესდღეობით ესე ვთქვათ აზარტულ თამაშებში ფულის გათეთრების პრობლემა ნამდვილად არ დგას, იმიტომ რომ ამას აკონტროლებს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე შერჩეული პირი, რომელიც არის შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი, ესე ვთქვათ, და რომელიც ამის მონიტორინგს ახორციელებს. ბატონო გიორგი, თუ სისტემა, როგორც თქვენ ახსენეთ, მუშაობს ეფექტურად, ხო? მაშინ არსი თავად კანონ პროექტის რა შეიძლება რომ იყოს? უბრალოდ მეტი ინვესტიციის და მეტი შემოსავლების მიღება ქვეყანაში? ნახეთ, დღეს საქართველოს აქვს და არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს აქვს ესეთი პრობლემა. ეს არის არალეგალური ოპერატორები, რომლებიც ლიცენზირების გარეშე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყნებზე და საკმაოდ დიდი ბრუნვა არის, წლიური მათი ბრუნვა 5 ტრილიონზე მეტი შეადგენს, 5 ტრილიონზე მეტს და ეს საქართველოს გამონაკლისი არ არის. ჩვენ დიდი ხანია მაგაზე ვსაუბრობთ და დღეს აქტიურად გვაქვს კონსულტაციები სახელმწიფოსთან იმის შესახებ, რომ შემოვიღოთ ესე ვთქვათ შავი სია, სადაც მოხდება ეს არალეგალური ულიცენზიო ოპერატორები და მოხდება მათი კონტენტის დაბლოკვა, რეკლამის დაბლოკვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ამ კანონმდებლობას, ეს პირიქით ხელს შეუწყობს იმას, რომ რიგი ოპერატორები, რომლებსაც აინტერესებთ საქართველო როგორც ქვეყანა, საიდანაც შეიძლება იმუშაონ, იგივე დაუშვათ, არ ვიცი, აზერბაიჯანის მოქალაქეებზე, თურქეთის მოქალაქეებზე და დღეს მე მაქვს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე კომპანია არის დაფუძნებული საქართველოში, თუმცა ადგილობრივი ლიცენზია არ აქვს და ამას ამართლებენ იმ კუთხით, რომ ჩვენ არ მუშაობთ საქართველოს მოქალაქეებზე და ასე შემდეგ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ის კომპანიები აიღებენ ლიცენზიას, ის კომპანიები განათავსებენ სერვერებს საქართველოში, ის კომპანიები დაასაქმებენ თავის, ესე ვთქვათ, კადრებს საქართველოში და შესაბამისად ადგილობრივი ბიზნესი, რომელსაც აქვს ადგილობრივი ლიცენზია, გახდება უფრო კონკურენტუნარიანი ესეთი ტიპის ოპერატორებთან. ეს პირიქით
დადებით გავლენას განახორციელებს ადგილობრივ ოპერატორებს. გიორგი, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც თავარი აქცენტი მაინც გაკეთდა იმაზე, რომ ეს იქნება ხელმისაწვდომი უცხოელებისთვის და დახურული იქნება ქართველებისთვის. რისგან ვართ დაზღვეული, რომ მაგალითად ქართველებს და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ წვდომა სათამაშო ბიზნესზე, ხო? უცხოელების მიერ გაკეთებულ პლატფორმებზე. იგივე ტექნოლოგიებთან მიმართებით თუ სხვა VPN-ების გამოყენებით, აი ეს სისტემა როგორ იქნება დაცული, რომ ქართველმა მაგალითად ვერ მოახერხოს სისტემასთან წვდომა? ზუსტად აქ მოქმედებს იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის კანონი, რითაც ყველა ოპერატორი ვალდებულია მოახდინოს იდენტიფიცირება და ვერიფიცირება. შესაბამისად, ეს რას ნიშნავს, უფრო ცოტა მეტად გამმარტავ, ადამიანი, როდესაც რეგისტრირდება, მან უნდა ატვირთოს თავისი მონაცემები, თავისი პირადობის მოწმობა ან პასპორტი, გაიაროს ვერიფიკაცია, შემდეგ გაიაროს 3D ვერიფიკაცია, ესე ვთქვათ, ფიზიკური ვერიფიკაცია და ამის შემდეგ შეუძლია მას მიიღოს მონაწილეობა აზარტულ თამაშებში. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს უცხოური პასპორტი, ან დაუშვათ არ გააყალბარაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ის ვერ შეძლებს მოახდინოს წვდომა. რაც შეეხება თვითონ ოპერატორებს, ოპერატორები ფიზიკურად ვერ მიიღებენ ესეთი ტიპის ინფორმაციას, იმიტომ რომ შემოსავლების სამსახურში ეს ინფორმაცია მიდის პირდაპირ, ხდება მონიტორინგი ამისი და რა თქმა უნდა, შერჩეული პირი თუ დააფიქსირებს იმას, რომ იქ თამაშობს ქართველი, შესაბამისად, მას შეექმნება პრობლემა, დაჯარიმდება, ან მერე ჩამოერთვება ლიცენზია. შესაბამისად, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ პირადად, იმიტომ რომ ამჯერად კონტროლის მექანიზმი სათამაშო ბიზნესში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩვენი ოპონენტი იძახის, რომ საერთოდ არ კონტროლდება, ან რა ძალიან ცუდად კონტროლდება, ესე არ არის დღესდღეობით. ესე ვთქვათ, პირდაპირ live რეჟიმში ხდება ამის კონტროლი და საკმაოდ ძლიერი კონტროლია და საკმაოდ გამჭვირვალეა სათამაშო ბიზნესი. გიორგი, ეკონომიკური ეფექტი ამ შემთხვევაში როგორი იქნება? ის საქართველოს ეკონომიკის ჭრილშიც რომ გავიაზროთ აღნიშნული ცვლილება და ნებართვები, რომელიც შემოდის ამ ინდუსტრიაში. რა ეფექტს მოუტანს საქართველოს? თუ მით უმეტეს როცა ვიცით ქვეყნები კონკრეტული, სადაც აღნიშნული სქემა მუშაობს, ხო? ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რა დღეს რთულია კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი, თუმცა აი მსგავსი ეფექტი როგორი შეიძლება რომ ჰქონდეს ეკონომიკას? ანუ ნახეთ, მოდი დავიწყოთ ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ 5%-იანი GGR-ის გადასახადი ეს არის ყოველ მოგებულ, ესე ვთქვათ, დოლარზე 5 ცენტი მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში, ხო? გამომდინარე იქიდან, რომ ბრუნვა დიდია და შესაბამისად ეფექტიც დიდია, აქ არის საკმაოდ სერიოზულ თანხებზე საუბარი. ასევე საუბარი არის იმაზე, რომ თანხლები ბიზნესი, როგორიც არის საგადახდო სისტემები, როგორიც არის დაუშვათ იგივე IT სფერო, როგორიც არის თუნდაც ადგილობრივი კადრების დასაქმება, ეს პირიქით დადებითად აისახება მომავალში, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი სტანდარტების მოთხოვნით, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მოთხოვნა რაც არის, რომ სერვერები უნდა იყოს განთავსებული საქართველოში, თვითონ საგადახდო სისტემები უნდა იყოს ქართული, ანუ ბანკებისთვისაც კარგია, PSP-ბისთვისაც კარგია და შესაბამისად ის ფულის ბრუნვა რაზეც არის აქ საუბარი მოხდება საქართველოს მეშვეობით გალა. აქ არ არის ლაპარაკი მარტო GGR-ის გადასახადზე, აქ არის საუბარი იგივე იმაზე, რომ ადგილობრივი ბანკები და PSP-ები იმ საკომისიოს მიიღებენ, საიდანაც ასევე მერე გადაიხდიან მოგების გადასახადს. აქ არის საუბარი იმ IT კომპანიებზე, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში მუშაობენ და ასევე ჩვეულებრივ მოახდენენ მოგების გადასახადის გადახდას, გაიხსნება live სტუდიები. დღესდღეობით საქართველოს საკმაოდ კარგი განაცხადია გაკეთებული იმისთვის, რომ იყოს აზარტული თამაშების ჰაბი ევროპასა და აზიას შორის. და ანუ მიზანი ქვეყანას ეს აქვს, რომ ერთგვარად ჰაბი გახდეს სათამაშო ბიზნესის საქართველო? რატომაც არა. ეს დღეობით, როდესაც ჩვენ ყავს კონკურენტები, როგორც არის კურასაო, როგორც არის მალტა,
და ასე შემდეგ, რატო არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ ტექნოლოგიური ქვეყანა და ვიზრუნოთ განვითარებაზე. აქ ხო არ არის მარტო საუბარი აზარტულ თამაშებზე. მე მიგვირს საერთოდ, როდესაც იგივე და უშუალოდ წინა გამომცვლელმა ისაუბრა ლუდომანიაზე და ასე შემდეგ. პროცენტულად რამდენია საქართველოში ლუდომანი და რამდენია სხვა ევროპის ქვეყნებში, ხო? საკმაოდ დაბალი პროცენტი გვაქვს და საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ამიტომ ცოტა როდესაც აპელირებას აკეთებენ რაღაცა კონკრეტულ საკითხზე, ცოტა გარკვეულები უნდა იყვნენ საკითხში და ამის მერე მოახდინონ ამ თემაზე დისკუსია. დღესდღეობით საქართველოს არ აქვს ისეთი პრობლემა, როგორიც აქვს თუნდაც შვედეთს. შვედეთში არის დღესდღეობით ყველაზე მაღალი პროცენტი ლუდომანების, ხო? შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი. იგივე და უშუალოდ ლაივ სტუდიები, რომლებიც გაიხსნება მომავალში საქართველოში, ეს არის დამატებითი შემოსავალი ეკონომიკაში. არალეგალური საიტების ქონას ბევრად ჯობია კონდეს კონტროლი დაწესებული, ხელი შეუწყო ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, გადაიხადო გადასახადი, სოციალური ფონი გააუმჯობესო, ვიდრე დაუშვათ მიიღო არალეგალური საიტები. მოდით ახლა დაუბრუნდეთ ცოტა ისტორიას, 21 წლის ცვლილებების შემდეგ რა მიიღო საქართველომ, ხო? არასრულწლოვანები ჩართულები არიან არალეგალურ საიტებში. ამას ჩვენივე ოპონენტები იძახიან, ეს არის ზუსტად იმ შედეგი იმისი, რომ შეზღუდვები დააწესეს, გადასახადები გაზარდეს და ამან შექმნა პრობლემა. დღესდღეობით, ესე ვთქვათ, საქართველო გადადის ჰიბრიდულ მოდელზე, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, სექტორის განვითარებას და დამატებით შემოსავალს მიიღებს სახელმწიფო. ასევე სოციალური ფონი გაუმჯობესდება და კონტროლ ქვეშ იქნება და უშუალოდ იგივე ის ჩართულობა, რა ჩართულობაც დღესდღეობით არის აზარტულ თამაშებში. მადლობა გიორგი, შეფასებებისთვის და დაველოდებით თქვენთან ერთად იმ ეფექტს, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რა მოლოდინებიც დღეს ინდუსტრიაში არსებობს. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დროისთვის. გიორგი მამულაიშვილი, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი იყო საქმე ნიდილას ეთერში.